თამარ ნუცუბიძე, ევროსკოპის რედაქტორი, ესაუბრა მარტაკოს მის კითხვაზე პასუხად მოვისმინეთ ჩვენ სწორედ ეს განცხადებები. თამარ, მითხარი მეტი რა თქვა დღეს მარტაკოსმა, რა განწყობაა ბრიუსელში, როგორ უნდა აიძულონ ანგარიშვალდებული გახდეს ივანიშვილი? მადლობა სოფო ამ შესაძლებლობისთვის. დიახ, კიდევ ერთხელ დღეს მოსული იყო ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტაკოსი და მან კიდევ ერთხელ დაიმეორო ზუსტად იგივე გზავნილები, რაც მას ჰქონდა ჩვენს კოლეგასთან რადიო თავისუფლებისგან და მე ესეთი შთაბეჭდილება დამჩა, რომ პინაზე, ანუ ორი პინა არის სასწორზე, ერთის მხრივ ევროკავშირი, კონკრეტულად კი გაფართოების კომისარი და მისი დეპარტამენტი მოუწოდებს ქართულ ოცნებას, რომ გაიგოს მან ქართული საზოგადოების და ხალხის ხმა და მთავარი მოთხოვნა, რომ დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას და სოფო ყველამ კარგად იცის რა მოთხოვნებიც არის და ეს მოთხოვნებიც გააჟღერა მან თავის გამოსვლისას დღეს. ეს არის იმ კანონების, რეპრესიული კანონების გაწევა უკან, რაც შემოდის ყოველდღე, გათავისუფლება ყველა პატიმრის და იმ პირობების შესრულება, რაც გვაქვს ჩვენ როგორც კანდიდატ ქვეყანას და ასევე როგორც გვევალება ასოცირების ხელშეკრულებით. მეორეს მხრივ მან ჩამოთვალა კიდევ ერთხელ ის ბერკეტები, რაც აქვს ევროკავშირს და მათ შორის სამი ძირითადი ბერკეტი დაასახელა. ეს არის კანდიდატის სტატუსის შეჩერება, ასევე თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებში რაღაცა პუნქტების შეჩერება და მესამე უვიზო მიმოსვლა, თუმცა ჩემთან საუბარშიც ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ამ სამი ბერკეტის გამოყენება არც ერთის არ სურს ევროკავშირს, რადგანაც პირველ რიგში ამ ბერკეტების გამოყენების შემთხვევაში დაზიანდება სწორედ მოსახლეობა და მათთვის იქნება ეს უკან გადადგმული ნაბიჯი, ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომ გაიგოს ქართველი ხალხის ხმა და დაუბრუნდეს ამ გზას. სოფო, შენ ალბათ იცი, რომ დღეს კიდევ მეორე საინტერესო ამბავი იყო ევროპარლამენტში, ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტში იყო განხილვა საქართველოზე, ამ კომიტეტის წევრები თბილისში ვიზიტით იყვნენ და გარდა იმისა, რომ აქ სიტყვით გამოვიდნენ ევროკანონმდებლები, სიტყვით გამოვიდნენ არასამთავრობოების წარმომადგენლები, საკმაოდ ემოციური და ძალიან ვიტყოდი თარგეთირებული გზავნილები ჰქონდათ მათ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, თუმცა საინფორმაციო თვალსაზრისითაც ჩემთვის საინტერესო იყო, რადგანაც ერთი გავიგეთ რასა იუკნევიჩიანესგან, რომ ეხლა აი ამ წუთებში, საათებში მიმდინარეობს მუშაობა ევროდეპუტატების და თუ კი მოხერხდება ყველა პოლიტიკური ჯგუფის შეთანხმება, სურვილი არის, რომ მომავალ პლენარულ ხდომაზე სტრასბურგში საგანგებო რეზოლუცია იქნეს გატანილი ზია ამაღლობელთან დაკავშირებით და ასევე გაიმართოს დებატები საქართველოზე, ნახოთ რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები ჯგუფებს შორის და მეორე ძალიან საინტერესო მომენტი იყო ამ მოსმენას ესწრებოდნენ ასევე წარმომადგენლები ევროკომისიის და საგარეო უწყების ევროკავშირის საგარეო უწყებიდან წარმომადგენელმა თქვა, რომ იყო გზავნილები ქართული ოცნების მიმართ, რომ გამართულიყო დისკუსია და საუბარი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სწორედ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან, თუმცა როგორც მან თქვა, არანაირი უკან ანუ პასუხი ან რაღაც გამოხმაურება არ ყოფილა და ეს იმდენად დაინტერესა ევროდეპუტატ ნარჩო სანჩეს, რომელსაც საკმაოდ კაცრი გამოსვლა ჰქონდა, რომ ის ჩაეკითხა საგარეო უწყების წარმომადგენელს სწორედ გაიგო თუ არა, რომ სურვილი იყო, რომ ამ თემაზე რაღაც კომუნიკაცია შემდგარიყო, დაადასტურა ევროკავშირის წარმომადგენელმა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ თავად ქართული ოცნება არ მოდის თუნდაც აი ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე რაღაცა განსახილველად და ძირითადად აქ რა თქმა უნდა არის პატიმრებზე საუბარი და იმ ბრუტალურ დარღვევაზე ადამიანის უფლებების, რაც ახლა სახეზეა. დიდი მადლობა თამარ ნუცუბიძეს, ევროსკოპის რედაქტორს, რომელიც
უყვებოდა ჩვენს მაყურებელს იმ განცხადებების შესახებ, რომელიც თავად მოისმინა მარტაკოსისგან, ასევე დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი იცით, რომ იყო ევროპარლამენტში. მადლობა მას ჩართვისთვის.